განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა ქობულეთში, სადაც გამარჯვებისთვის 7 პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იბრძვის. 91 ოლქის 34 უბანზე დარღვევა დილიდანვე დაფიქსირდა. კენჭისყრის ოთახში არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა, რომელიც ქობულეთის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია. მას უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა და ტერიტორია მალევე დაატოვებინეს. 15 ივნისის შედეგები აქ 91 ოლქმა დარღვევების გამო გააბათილა. კერძოდ, ყუთში მოთავსებულ ბიულეტენებზე არ იყო დატანილი რეგისტრატორის ხელმოწერა და რეგისტრატორის ბეჭდის ნაცვლად თავმჯდომარის ბეჭედი იყო დასმული. სწორედ ამის გამო განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა და უბანზე კომისია შეიცვალა. 15 ივნისს ამ უბანზე საკუთარი არჩევანი 522 მოქალაქემ გააკეთა. ბოლო მონაცემებით კი 362 ამომრჩეველი იმყოფებოდა დღეს უბანზე. ხმის მისაცემად 34 უბანზე ჯამში 1138 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ჩვენ უბანი გავხსენით 7 საათზე. პირველი ამომრჩეველი მივიღეთ 8:09 წუთზე. აქედან გამომდინარე, იმ პერიოდიდან ამ წუთამდე უკვე ჩვეულებრივად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ანუ კენჭისყრა. წარმომადგენელ ოლქში უნდა ყოფილიყო და შემოვიდა უბანზე. ჩვენ ამაზე გადაწყვეტილება მივიღეთ და დავატოვებიეთ უბანი. 7-დან 8 საათამდე. მას არ ქონდა უფლება ქვემდგომ იმაში ყოფილიყო აქ საარჩევნო უბანზე და თავმჯდომარემ მიუთითა, რომ დაეტოვებინა ეს რა ქვია კენჭისყრის ოთახი. მან ვარი თქვა, არ გამოდიოდა რაღაც იქეთ აქ საიამას დააფიქსირა და ბოლო გამოვიდა გარეთ, რომ არაუფლება. იმიტომ 42 მუხლის მეორე პუნქტში წერია იქ გარკვევით, რომ როდესაც ოლქის წარმომადგენლად ნიშნავს CSKO წარმომადგენელს, მას არ აქვს უფლება ქვემდგომი, ეს არის ქვემდგომი ორგანო უბანი. და ეს ინციდენტი აღმოიფხვრა და მეორედ მოვედი პატიოსნად, ლამაზად, წესიერად, ყოველგვარი აქსესების გარეშე ტარდება არჩევნები, ვისაც გვინდოდა იმას მივეცით ხმა. რამდენჯერსაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალთ. ავირჩევთ ვინც ჩვენ გსურს.